ოცნების პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გიორგი გახარიას გუნდი გამოძიებას ითხოვს. 3 დღის წინ მომხდარ ძალადობაზე, რომელშიც ქართული ოცნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, რეაგირება შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ მოუხდენიათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეჟიმი ერთმანეთის მიყოლებით აპატიმრებს ან აჯარიმებს მოქალაქეებს ტროტუარებზე დგომისა თუ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების ბრალდებით. ასევე მოგონილი ბრალდებებით ახდევინებს სასჯელებს, სინდისის პატიმრებს. გახარიას გუნდში სათანადო გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა სამართლებრივი წარმოება აუცილებლად მიაჩნიათ და დარწმუნებული არიან, რომ მოძალადეები ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ. რა არგუმენტები აქვთ პარტიის წარმომადგენლებს და მოყვა თუ არა გამოხმაურება მათ განცხადებას, ნინი ბალანჩივაძისგან გავიგებთ. დიახ, ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია იმ განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ექს-პრემიერის პარტიაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან, როგორც არ მოჰყოლია გამოხმაურება 3 დღის წინანდელ საჯარო კადრებს თუ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად ქართული ოცნების წარმომადგენლები გახარიას გუნდის წევრებს და იქ დარბაზში, სხდომათა დარბაზში ოცნების პარლამენტში იმყოფებოდნენ როგორც გენერალური პროკურორი, ასევე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულიყო გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული დეპუტატების მისამართით. სწორედ ასეთ შეფასებებს აძლევენ იურისტები, გახარიას გუნდის წევრები ამ დაპირისპირებას, ამბობენ, რომ ეს იყო ჯგუფურად, კარგად ორგანიზებული დაპირისპირება მათი თანაგუნდელების მისამართით. შესაბამისად ისინი კიდევ ერთხელ და საჯაროდ მოუწოდებენ ოცნების საგამოძიებო უწყებებს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან აქ საქმე გვაქვს მათივე თქმით ორმაგ სტანდარტთან, ვინაიდან ადამიანებს აკავებენ ტროტუარზე დგომის გამო, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო, მათ შორის ამ დრომდე საპატიმროში რჩება მზია ამაღლობელი ელენე ხოშტარია. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება არ სჯის იმ მოძალადეებს, რომლებმაც ფიზიკური ანგარიშწორებით გაუსწორდნენ გახარიას პარტიის წევრებს. შესაბამისად პარტიაში ამბობენ, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჭირო და ასევე ისინი ამბობენ იმასაც, რომ ცხადია არ აქვთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომ სამართლიანობა იზეიმებს, თუმცა მას შემდგომ რაც ხელისუფლება შეიცვლება, მათ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვთ. ოცნების დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს. როდესაც ახალგაზრდები ციხეში წლობით ხედან მტკიცებულებების გარეშე გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა. 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის იხდის სასჯელს. ამ პირობებში ეს ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე ოცნების ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. პარასკევს ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს უსმენდნენ ოცნების პარლამენტში. გიორგი შარაშიძე იდგა ტრიბუნასთან იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი დეპუტატი ოცნებიდან ირაკლი ხელაძე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ფარულავას და ამის შემდგომ უკვე ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, გენო პეტრიაშვილი და ჩვენ ამ დრომდე რაც მოგვისმენია, მათ შორის გორდულაძის მხრიდან, მაჭავარიანის მხრიდან მათ სამთავრობო მედიაში გააკეთეს 2 დღის წინ განცხადება, მხოლოდ ბოდიში იმასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებამ ნახა სხდომათა დარბაზში, თუმცა ისინი არაპირებენ როგორც ჩანს არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, მაგალითად არჩილ გორდულაძის განცხადებას გავახსენებ საზოგადოებას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ამ საქმეზე მან გააკეთა კომენტარი, რომ თუ ვინმეს ის მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაშინ ამ შემთხვევაში ეს იქნება დანაშაული და ამისთვის პასუხს აგებს, თუმცა ახლა ასე გამოიყურება ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი და დღესაც თავგამოდებით იცავენ ოცნების დეპუტატები მათ თანაგუნდელებს.
საზოგადოებას ყველა მათ შორის მეც იმ სცენებისთვის რომელსაც არ სასიამოვნო სანახავი ცხადია მოუხადეთ ბოდიში თუმცა აქვე ითქვა რომ ის ზღვარს გადაცილებული ქცევა რომელსაც არა მხოლოდ იმ დღეს სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებოდით დღიდან აი ამ რაღაც ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფისა თუ ფრაქციის პარლამენტში შემოსვლიდან აი ეს რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა აბსოლუტურად გაუგებარი შეგნებულად არ ვიცი მე გაჯერებული შეურაცხყოფელი ტექსტით და არ დაჯერდნენ ამ ყველაფერს და უკადრებელი იკადრეს როდესაც მოხდა საკუთარ კოლეგაზე თავდასხმა. პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმა ის კარგად დაინახა ყველა. მე ამან დედის შეგინება ამ ხელის გარტყმამ და ასე შემდეგ გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. არსებობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, თუ კი ჩათვლიან რომ არის სამართალდარღვევის ტიშტებს იქნება სათანადო რეაგირება. იურისტები გახარიას გუნდის წევრები განმარტავენ იმას, რომ ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებები, მათ შორის პროკურატურა ბიძინა ივანიშვილს არის დაქვემდებარებული წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყებოდა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა კონკრეტული დეპუტატების მისამართით, ვინაიდან ამ პროცესს არ სჭირდება იმუნიტეტის მოხსნა, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაკავების საფრთხის ქვეშ არის უკვე და თუ დააკავებენ და ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში რომელიმე დეპუტატს და ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ხმების 90 ხმა იმის რომ იმუნიტეტი მოეხსნას კონკრეტულ დეპუტატს, თუმცა ეს ცხადია ვერ მოგროვდება იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის ოცნების გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პოზიციას, მაყურებელმა უკვე მოისმინა, ისინი ბრძოლას აანონსებენ და ამბობენ იმას, რომ მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასაც მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რომლის კადრებიც უკვე საერთაშორისო მედიაში მოხვდა.